61 ფრაზულის მნა არის pay for, რაც ნიშნავს დასჯას სააკადრესის მიღებას. Აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ he will pay for his crimes. He will pay for his crimes. მას საკადრესი მიეზღება მისი დანაშაულებებისთვის. ის საკადრესაც დაისჯება მისი დანაშაულებებისთვის, ის დაისჯება მისი დანაშაულებებისთვის. აი სწორედ ეს არის he will pay for his crimes. ანუ pay for ნიშნავს დასჯას საკადრესის მიღებას. და შემდეგი ფრაზულის მნა არის pay back, რაც ნიშნავს თანხის უკან დაბრუნებას, ნასესხები თანხის უკან დაბრუნებას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ thanks for your help, I'll pay you back on Friday. მადლობა დახმარებისთვის, მე თანხას პარასკევს დაგიბრუნებ, უკან თანხას პარასკევს მოგცემ. ანუ pay back არის ფულის უკან დაბრუნება. Thanks for your help, I'll pay you back on Friday. მადლობა დახმარებისთვის, თანხას უკან პარასკევს დაგიბრუნებ. 63 ფრაზულის მნა არის grow up, რაც ნიშნავს გაზრდას. მაგალითად, we grew up in Georgia. ჩვენ გავიზარდეთ საქართველოში. We grew up in Georgia. ჩვენ გავიზარდეთ საქართველოში. Grow up ნიშნავს გაზრდას. ხოლო 64 ფრაზულის მნა არის grow apart, რაც ნიშნავს ურთიერთობის ნელ-ნელა შეწყვეტას. მაგალითად, მეგობრის ნელ-ნელა დაკარგვას, ორი ადამიანის ერთმანეთთან ნელ-ნელა დაშორებას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ I and my best friend grew apart after he moved to another country. მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს ნელ-ნელა დავშორდით, მას შემდეგ რაც ის გადავიდა სხვა ქვეყანაში. I and my best friend grew apart after he moved to another country. რომ მე და ჩემი მეგობარი ნელ-ნელა ერთმანეთს ჩამოვშორდით, ნელ-ნელა შევწყვიტეთ მეგობრობა, მას შემდეგ რაც ის გადავიდა სხვა ქვეყანაში. ანუ grow apart ნიშნავს ურთიერთობის ნელ-ნელა გაწყვეტას, ორი ადამიანის ერთმანეთთან ნელ-ნელა დაშორებას. და 65 ფრაზულის მნა არის grow older, რაც ნიშნავს ასაკის მომატებას. მაგალითად, as we grow older, our love for each other becomes stronger. რაც უფრო ასაკი გვემატება, ჩვენი სიყვარული ერთმანეთის მიმართ უფრო ხდება ძლიერი. ანუ grow older ნიშნავს ასაკის მომატებას. 66 ფრაზულის მნა უკვე არის turn upside down, რომელსაც აქვს ორი მნიშვნელობა. პირველი, ეს არის ძირეულად ძალიან კარგად რაიმეს მოძებნა და მეორე ეს არის ამოყირავება, ამოტრიალება. მაგალითად, they turned the house upside down looking for the car key. They turned the house upside down looking for the car key. მათ სახლი ამოაყირავეს, მათ სახლი გადაატრიალეს მანქანის გასაღების ძებნაში. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სახლში ძალიან კარგად მოძებნეს გასაღები. ჩვენ ხომ ვამბობთ ხოლმე, რომ სახლი გადავატრიალე, როდესაც რაიმეს ვეძებ, როდესაც რაიმეს ყველგან ვეძებ სახლში, ხომ ვამბობთ ხოლმე, რომ სახლი გადავატრიალე ამის ძებნაში. და სწორედ აი ეს ძალიან კარგად რაიმეს მოძებნა არის turned upside down. და turn upside down ასევე ნიშნავს, როგორც უკვე ვთქვი, ამოყირავებას, ამოტრიალებას. მაგალითად, turn the box upside down and look at the bottom. ამოატრიალე ყუთი და შეხედე ძირში, ხო. Turn the box upside down and look at the bottom. ამოაყირავე ყუთი, ამოატრიალე ყუთი და შეხედე მას ძირში. ანუ turn upside down ნიშნავს ამოტრიალებას, ამოყირავებას და ასევე რაიმეს ძალიან კარგად, ყველგან დიდი ყურადღებით მოძებნას. 67 ფრაზულის მნა უკვე არის turn up, რაც ნიშნავს მისვლას, გამოჩენას, ოღონდ მოულოდნელად გამოჩენას, როდესაც ამას არავინ არ ელოდება. მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ I don't like people turning up without an appointment. I don't like people turning up
without an appointment. ეს ნიშნავს, რომ მე არ მიყვარს ხალხი, რომელიც მოდის ხოლმე წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ანუ I don't like people turning up without an appointment. რომ არ მიყვარს ხალხი, როდესაც წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოდის. ანუ turn up ნიშნავს მიცვლას, გამოჩენას მოულოდნელად წინასწარი გაფრთხილების გარეშე. და შემდეგი ფრაზულისმნა არის turn down, რაც ნიშნავს უარის თქმას, უარყოფას. მაგალითად, როდესაც მე ვამბობ, რომ მე ამ სამსახურზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ არ მინდოდა მაგალითად სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა. აი ეს რომ მე ამ სამსახურზე უარი ვთქვი, ინგლისურად იქნება ასე. I turned the job down because I didn't want to move to another country. I turned the job down because I didn't want to move to another country. მე უარი ვთქვი ამ სამსახურზე, იმიტომ რომ არ მინდოდა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა. და შემდეგი ფრაზულისმნა არის უკვე turn out, რაც ნიშნავს დამთავრებას, რაიმე სიტუაციის დასრულებას, რაიმე სიტუაციის დამთავრებას. მაგალითად, I had hoped our meeting would turn out better. ვიმედოვნებდი, რომ ჩვენი შეხვედრა დამთავრდებოდა უკეთესად. ანუ turn out ნიშნავს დამთავრებას, დასრულებას. და 60-მე ფრაზულისმნა უკვე არის turn to, რაც ნიშნავს რჩევის საკითხავად მისვლას, ვინმესთან კონსულტაციას რაიმე საკითხზე, ვინმესთვის რჩევის კითხვას რაიმე საკითხზე. მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ when I have problems, I always turn to my parents. When I have problems, I always turn to my parents. როდესაც მე მაქვს პრობლემები, მე ყოველთვის მივდივარ რჩევის საკითხავად მშობლებთან, მე რომ ყოველთვის რჩევას ვეკითხები მშობლებს. აი ეს რომ რჩევას ვეკითხები, ინგლისურად არის turn to. ანუ turn to არის ვინმესთვის რჩევის კითხვას, ვინმესთან რაიმე საკითხზე კონსულტაციის გავლას.